ჩვენ უკვე ვიმყოფებით საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში, სადაც ჩვენს უკან ახლა საკურაო სკოლის მოსწავლეები გადიან პირველადი დახმარების კურსის დეტალებს და სწავლობენ როგორ უნდა ჩაუტარონ პირველადი დახმარება და ცოტა ხანში შევალთ და გავიგებთ უფრო დეტალურად თუ რა სწავლობენ, რას იგებენ, რა უყვართ ყველაზე მეტად, რა მოსწონთ და შევეკითხებით მათ რა არის მათ სამომავლო გეგმებიც. საქართველოს უნივერსიტეტი უკვე მეორე წელიწადია, რაც ახორციელებს ამ პროექტს UG ჯანმრთელი მომავლისთვის, სადაც ახალგაზრდები, თინეიჯერები, სკოლის მოსწავლეები სწავლობენ პირველადი დახმარების ბაზისურ ტექნიკებს, ისევე როგორც ანატომიის საფუძვლებს. ნახოთ დღეს რაზე მუშაობენ. ახლა მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ CPR, ანუ გულფილტვის რეანიმაცია. ნახოთ როგორ იმუშავებენ მულიაჟზე და მე ჩვენც ჩავერთოთ და როგორ კეთდება ჩვენც ვისწავლოთ და გავიხსენოთ. პირველ რიგში რომ ხედავთ რომ ადამიანი არის უგონოდ და წევს ძირს, უნდა შევამოწმოთ მისი ცნობიერება. მხრებზე ხელის დარტყმით და დაძახებით, შეიძლება დაგეხმარო როგორ ხარ. რომ ვერ ვიგებთ მისგან ვერაფერს, გადავდივართ უკვე სუნთქვის შემოწმებაზე. და საძილე არტერიაზე ვადებთ ხელს და ვათავსებთ ესე და თან ხედავთ მოძრაობს თუ არა კონკრეტი. რომ ხედავთ რომ არ მოძრაობს, გადავდივართ CPR-ზე და მანამდე აუცილებლად ვუთითებთ ვინმე კონკრეტულს, რომ დარეკოს სასწრაფოში და თუ არის შეიძლება მომიტანოთ დეფიბრილატორი და მოწყობილობა, რომლითაც მოხდება ფილტვებისთვის აირის მიწოდება. და მე ვიწყებ CPR-ს. როგორ უნდა გაკეთდეს CPR და გითხრა სიხშირე თქვა როგორი უნდა იყოს 30 კომპრესი და 2 ჩაბერვა. კი ბატონო. ხელები აქვს ძალიან სწორად, ჯერ ის რომ ორი ხელით იყენებს და ასევე აქვს გამართული იდაყვები და ისე აწვება რა ძალიან კარგი ტექნიკა არის. ეს არის დეფიბრილატორი, რომელიც უნდა დავადოთ, თუ ჩვილს ვადებთ, ერთი უნდა დავადოთ წინიდან და მეორე ზურგზე, ხოლო მოსდილებში კიდევ ერთი უნდა დავადოთ აქ და მეორე კიდე გულმკერდის დაბლა. Press pads firmly on skin. ან თვითონ გეუბნებათ მოწყობილობა. შემდგომი ეტაპი რა არის, რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა CPR-ს ვაჩერებთ თუ ვაგრძელებთ ისე? ვაგრძელებთ. პარალელურად ხდება, უბრალოდ ხელი არ უნდა შევუშალოთ, ისე უნდა დავაკრათ, რომ და შემდეგ თვითონ მოწყობილობა თავად იყოს, რომ გაიწიოს ყველა, იმიტომ რომ შოკი და დაიწყება და ყველა უნდა გაიწიოს, არავინ არ უნდა შეეხოს და შოკს და მე ისე ვაგრძელებთ ჩვეულებრივად. თქვენი დავალება რაში მდგომარეობს? ანუ ეხლა ამ წუთას მიმდინარეობს პირველადი გადაუვდებელი დახმარების ერთ-ერთი кейსის განხილვა, სადაც 10 წლის ბავშვი გადმოვარდა ველოსიპედიდან, აქვს მუხზე ღრმა ჭრილობა, თავისი ხრეშით და ასფალტის ნაბჩხვენებით და უნდა გადავუხვიოთ და ასე ვთქვათ პირველადი დახმარება უნდა გავუწიოთ, სანამ ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთ. რას ადებთ ეხლა რო გითხეთ აი აქ? ძლიერი სისხლდენა არის და უნდა შევაჩეროთ ეს სისხლდენა. შემდეგ მოვწმინდავთ თუმცა არ მოვიღებთ უცხო სხეულებს ჭრილობიდან, ვინაიდან უცხო სხეულების ამოღებამ შეიძლება უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ზიანი გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს და შემდეგ უკვე გადავუხვევთ და სასწრაფოს დაველოდებით. კი ბატონო, რამდენი ხანი შეიძლება რომ ეს ტურნიკეტი გაჩერდეს, სანამ დააზიანებს ფეხს მაგალითად? კი, ტურნიკეტი არ უნდა იყოს იმდენად მოჭერილი, რომ დაუშვათ ასე ვთქვათ, ფეხის დაბუჟება გამოიწვიოს, თუმცა უნდა იყოს მჭიდრო, რომ სისხლდენა შეაჩეროს და ჭრილობიდან გამომდინარე სისხლი შედარებით შენილდეს. რატო გადაწყვეტეთ რომ ეს კურსი გაგევლოთ? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იცოდეს ეს ისეთი რაღაც არის, რომ პირველადი დახმარება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს დაჭირდეს და ყველა უნდა იყოს მზად ამისთვის და რა თქმა უნდა ექიმობაც მინდა და მაგიტო. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ზოგადად ბავშვობიდან ეს სფერო. ექიმობა სულ გინდოდა, ანუ და ამ კურსის გავლის მერე დარწმუნდი რომ უფრო გინდა თუ პირიქით რაღაც? რა თქმა უნდა დავწმუნდი უფრო. ბუდე ვკითხოთ ფაზარალებულს თავს როგორ გძნობს? ცოტა მიჭერს ფეხზე, მაგრამ კარგად. დაბუჟებული ხო არ გაქვთ ფეხი? არა. არა, კარგია. ესე იგი სწორად გადავს. ყველა საინტერესო რა იყო შენთვის? ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო CPR-ის სწავლა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ეგ არის. CPR-ის გარდა მოზარდები ასევე სწავლობენ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირად გამოსაყენებელ უნარს წნევის გაზომვას. ალბათ
აკეთებენ სახშით საკმაოდ ხშირად. მოდით ნახოთ, როგორ უნდა გავზომოთ სწორედ წნევა. ეხლა ზომავთ წნევას, მაჟეტი მოვათავსეთ ხელზე და ვიწყოთ. ეხლა რას ვაკვირდებით, რა ვთქვათ? ხმას და ეხლა ნელ-ნელა უნდა მოვუშვათ ეს. და ვიმახსოვრებთ, როდის გავიგეთ ბოლო დარტყმა. წნევა არის 110-70. როგორ შეიცვალა ინტერესი ამ 4 კურსის განმავლობაში? ნამდვილად გაიზარდა დაინტერესება და ალბათ ერთ-ერთი ინდიკატორი ჩვენი საკვირაო სკოლის წარმატებული ფუნქციონირების არის სწორედ მოსწავლეების დაინტერესება ყოველ სემესტრის, ყოველი ახალი სეზონის წინ. ჩვენთან მიღება ხდება, გამოცხადება ხდება კურსზე მიღების დაახლოებით 2 თვით ადრე, ვიდრე დავიწყებთ სემესტრს და შემოდის განაცხადები, შემდეგ გასაუბრება მონაწილეებთან და გასაუბრების შედეგად საკმაოდ რთულია ხოლმე გამოვარჩიოთ კურსზე მონაწილე, იმიტომ რომ ლიმიტირებულია რაოდენობა კურსზე და ერთი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 170 განაცხადი შე모დის და საშუალოდ 30 მოსწავლის მიღება გვიწევს. კიდევ ერთ ეცეთ გქონია, რომ აუცილებელია ვისაუბროთ, არის რას ემსახურება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ყოველი მოქალაქის მოვალეობა ალბათ, რომ ეს ბაზისური ცოდნა მაინც გქონდეს. ვეხმარებით ახალგაზრდებს, რომ მოქალაქეობრივი შეგნება უფრო გაიზარდოს თანატოლის ან ქუჩაში გამროლის დახმარების, თუნდაც ის, რომ საკუთარი შესაძლებლობების შეფასების რისი გაკეთება შემიძლია, რისი გაკეთება არ შემიძლია, აი მისი ამოცნობა შეძლოს, როდესაც შეესწრებიან ჩვენი კურსდამთავრებულები მსგავს გადაუდებელ მდგომარეობას. ესეც უკვე დახმარება არის დაზარალებულისთვის და მოგეხსენებათ, რომ არის გადაუდებელი მდგომარეობები, როდესაც აუცილებელი არის რაღაცის ქმედება და უბრალოდ 112-ში დარეკვა, სასწრაფოს გამოძახება უკვე ძალიან დიდი დახმარება არის ხოლმე. ყოველთვის აქვს მსჯელობები, რა გაკეთა სწორედ, რა არ გაკეთა სწორედ, რომ აი ეს უფრო ეხმარება მათ გაანალიზებაში ქმედების. დღესაც ყოველ მეცადინეობაზე ფაქტობრივად არ არის შემთხვევა, რომ არ ვიმსჯელოთ, რაღაცა ახსოვთ, რაღაცა არ ახსოვთ, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული, რომ მხოლოდ ქმედება გააკეთოთ. გააზრებული ქმედება, კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური აზროვნება, ეს ერთ-ერთი უნარის ვეხმარებით კიდევ აი მიმართულებით, რომ განევითაროთ თავიანთი უნარები. შემთხვევა ხომ არ გქონიათ, რომ მიიღეთ უკავშირ მოსწავლეებისგან, რომ აი სადმე გამოიყენეს ეს ცოდნა, ან ქუჩაში გამროზე, ან ოჯახის წევრზე, ან მეგობრებში. დაემართა რაღაც მოსწავლის დავარდან, ცურიდან სისხლდენა ქონდა და აი არასწორად უკეთებდნენ და მივეცი რეკომენდაცია, რომ სწორედ გაეკეთებინათ. რაღაც მარტივი, რა თქმა უნდა, მათი ცოდნიდან, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, თუნდაც ის, რომ მას აი მივეცი რჩევა, რომ სასწრაფოში დაერეკა, იმიტომ რომ შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები, ესე ძალიან უკვე მიღწევა არის ჩვენთვის. ახლა შევდივართ ადამიანის სხეულის ანატომიის გაკვეთილზე. უკვე მოვიდით და შეგვიძლია რომ ვკითხოთ. გამარჯობათ. ჩვენი პროექტი ემსახურება უფროს კლასელებს, მარტივად და თვალსაჩინოდ გაიგონ, როგორ მუშაობს ადამიანის სხეული. დღეს რაზე ხართ შეჩერებულები? კარგი და რომ მეთქეთ, აი ნერვულ სისტემაში ძალიან ამოუცნობ და რთულ სისტემაში ყველაზე საინტერესო რა იყო, რაც დღეს გაიგეთ. ადამიანის ცნობიერებასა და გარემოს შორის და როგორ აისახება ეს შიდა ორგანოებზე. შენი საყვარელი თემა რა იყო, რაც განიხილეთ ამ გაკვეთილების მანძილზე თუ გაქვს ეგეთი? ნერვული სისტემა. შეგიძლია რომ მაგიდასთან გვაჩვენო და გავიაროთ ერთად, თქვენც რო წამოხვიდეთ. რომ მოგვიყეთ აი ძალიან ზოგადი ანატომიური აგებულება თავის ტვინის და როგორი წილები გვაქვს თავის ტვინში. ადამიანის თავის ტვინი იყოფა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებად და გვაქვს შუბლის, თხემის, კეფის და საფეთქლის წილები. შუბლის არის ეს წილი, თხემი არის შუანაწილი? შუანაწილი, უკანა არის კეფის და გვერდებზე არის საფეთქლის წილები. ბევრი ბავშვში მოხდა გარდაქმნა, იმიტომ რომ ზოგიერთს არ უნდოდა მედიცინის კუთხით წასვლა და მოინდომეს ამ ჩვენი კურსის შემდეგ და აირჩიეს, რომ თურმე სდომებიათ. მეგობარს თუ ურჩევდი, რომ ის ისე აქ მოვიდეს და იგივე კურსები გაიაროს. უკვე ბევრი მეგობარს ურჩია ამ კურსზე და კიდევ სხვა კურსებიც აქვს UG-ს და ყველას ურჩევდი აქ მოსვლას, ვისაც სამედიცინოზე უნდა ჩავარება. შრომის მოყვარეები, ინტერესიანები და გარდა ამისა ითხოვენ მაქსიმალურ ინფორმაციას ლექტორისგან.